თანხა შემცირდა თუ არა. გასაგებია. ეს არის თავი. მოდით მაშინ ბატონ ირაკლის კითხოთ კონკრეტულად რომელ პროგრამებს გულისხმობთ, რომელიც დაიხურება და აღარ იქნება დაფინანსებული. ჯანდაცვაში გითხარით, ეს არის 5-დან 60 წლამდე გადაუდებელი ჯანდაცვას, მომსახურეობა, ეს არის გულის დაავადებების მკურნალობა, ეს არის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საერთოდ არ არის, მაგრამ ერთი რამე მინდა დავაზუსტო, ბატონო პავლე, რომ ერთ-ერთი კი არის იზრდება, დაიკლო ბიუჯეტმა, იყო 31 ჯანდაცვის ბიუჯეტმა რა ქნა? მილიონი. ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 1.607 და გახდა 1.604. რამდენიმე მილიონი დაიკლო, მაგრამ მაგასაც არა აქ თავარი მნიშვნელობა. თავარი მნიშვნელობა ის არის, რომ რა პრიორიტეტებით უნდა იხელმძღვანელოს დღეს მთავრობა. როდესაც ვიზახით, რომ ჯანდაცვის მინისტრი არ იყო და ახალი დანიშნული, ეს მოდის შევხვდი. ეს სუსური არგუმენტი. როგორც სამინისტრო არ არსებობდა ჯანდაცვის აქამდე და ახალი მინისტრი ახალ მივიდა დაინგრა სისტემა, ხო უნდა გაეთვალათ ეს ბიუჯეტს ხო ამზადებდა მანამდე სისტემა. ამას გარდა მე მინდა მიუბრუნდე იგივე ჩვენ გახილვებს, თქვენ ახსენოთ თქვენი წარმომადგენელი მოვიდეს. დღესაც იყო ჯანდაცვის კომიტეტის, საფინანსო კომიტეტის ხდომაზე ჩვენი წარმომადგენელი მისული. რომელიც არ იყო იქ დაბადიჟებული, მაგრამ შემთხვევით გაიგო და მივიღებთ მონაწილეობას ამ განხილვებში და იმიტომაც წამოვწიეთ სწორედ ეს საკითხები დღეს, რომ ეს ცვლილებები უნდა შევიდეს ბიუჯეტში რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ რაც შეეხება დაპირებებს, ხო იყო ნაციონალური მოძრაობის დაპირება, რომ $100 გახდებოდა პენსია. როდის უნდა გახდეს? 6 წელია ელოდება ეს ხალხი ამას. ამიტომაც არის რომ ეკონომიკური განვითარება ქვეყნის არ არის თანმიმდევრული. 7 მინისტრი გამოიცვალა ეკონომიკის ჩვენმა ქვეყანამ, ესეც რა თქმა უნდა მიუთითებს იმ არათანმიმდევრულობაზე, რომლითაც ხელმძღვანელობს და მუშაობს საქართველოს მთავრობა და ამის წარმოჩინება და საჯარო განხილვები ამაზე არის სწორედ ოპოზიციის და ჩვენი თავისუფალი დემოკრატების მთავარი შეთავაზება საზოგადოებაში. 2008 წელი ვახსენებ მე. არ იყო ეს შემაფერხებელი ფაქტორი იმისთვის, რომ თუნდაც ის დაპირება, რომელსაც იძლევა 2008 წელი იყო. არა მხოლოდ საფინანსო კუთხე და ეკონომიკური კუთხე ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული. ეს იყო სახელმწიფოებრივად ტრაგიკული წელი მომის გამო. მაგრამ ჩვენ მივიღეთ 4 მილიარდ ნახევარი დახმარება, რომელიც შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და შემოვიდა ევროპის ქვეყნებიდან. ეს რო გადათვალო, თითოეულ ჩვენთაგანს $1000 უნდა გვეგრძნო ჩვენს ცხოვრებაში გაუმჯობესება. ვიგრძენით რომელიმე? არ არსებობს ეგეთი გათვლა, იმიტომ რომ არათანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკას აწარმოებს სააგაშვილის მთავრობა. გასაგებია, მე მოველოდი რომ ცოტა უფრო საგნობრივი იქნებოდა ეს და მხოლოდ ის თქვათ რომ რატო არ გაიზარდა პენსია დღეს ამაზე საუბარი მათ შორის იმის გათვალ თუ ჩვენ გადაუსვამს ხას 2008 წელი არ იყო კრიზისი არ ყოფილა ეკონომიკავით როდესაც ბატონ ირაკლი საუბრობს რომ ეკონომიკის რამოდენიმე მინისტრი გამოიცვალა და ეს არის პრობლემა არ შეიძლება რომ იყოს ბატონ ირაკლი იმიტომ მარტივი მიზეზია კურსი შეიცვალა თუ არა ეკონომიკის კურსი რაც ჩვენ ქონდა აღებული და გვაქვს დღესაც ეს არის დაბალი გადასახადები ეს არის მარტივი ბიზნეს გარემო ეს არის ლიცენზიების და ნებართვების შემცირება შესაბამისად ხელი შეწყობა დასაქმებისათვის და წარმოების განვითარების ეს არის მთავარი ამიტომ ეკონომიკის მინისტრი რამდენი იქნება შეცვლილი არ არის გადამწყვეტი მთავარი გეზი მინისტრი შეიცვალა და ბიუჯეტი გაიჭედა და მთავარი არის რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება გაცილებით უფრო მოქნილი მექანიზმი იმისათვის რომ თითოეული დახმარება რომელიც ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული რომელიც $1.5 მილიარდს აღემატება და შესაბამისად გაიზარდა 20 მილიონი და მე მგონი ეს ციფრები რომ გადაამოწმოთ იმიტომ რომ ჯანდაცვის გევანდელი ბიუჯეტის დასთან დაკავშირებით ეს არის თავი და შესაბამისად იმაზე თქვა რომ ხა რატო არის რომ ჯანდაცვის მინისტრს თხოვთ ახალ ხედვას იმიტომ თხოვთ რომ ჩვენ თვითონ ვფიქრობთ რომ უფრო მარტივად უნდა მიდიოდეს ის დახმარებები რომლებიც არის სოციალური დაუცველი ფენებისთვის დანიშნულების ადგილამდე და შესაბამისად ამას ჭირდება მათ შორის შეიძლება ახალი გააზრება ჩვენ მზადა ვართ ამაზე გავაგზავნოთ შეიძლება ბატონი ბრძანებდა რომ შემთხვევით გაიგო მისმა წარმომადგენელმა კომიტეტის ხდომისთავაზე არ მგონია რომ ხა ეს შემთხვევითობა იყოს, იმიტომ რომ ერთი დღით ადრე ეს ინფორმაცია პარლამენტის საიტზეც არის, ამიტომ დაინტერესებული პირს ყოველთვის აქვს საშუალება. კარგია თუ თქვენი წარმომადგენლიც ამაში ჩაერთო. კიდევ ერთ საკითხს და რეკლამა ბატონი ირაკლი. მე ძალიან გამიხარდა რომ თავად აღიარებს ბატონი პავლე რომ არ მიდის სწორად დანიშნულების სამებ ეფექტურად ეს დახმარება და ეს გამოსასწორებელია. უფრო ეფექტურად უნდა ეხლა მეორე საკითხი ბიზნეს გარემო ახსენეთ. საქართველოში თქვენ თვლით რომ ნორმალური ბიზნეს გარემოა შექმნილი? მე პირდაპირ გეტყვით 60%-მდე ბიზნესების რომელიც დღეს არსებობს საქართველოში სხვადასხვა ფორმით არის საგადასახადო სამსახურების შემოწმების ქვეშ. მათგან საპროცესო შეთანხმებებით, სხვადასხვა საურებებით და ჯარიმებით მე ვარქმევ ამას ეს არის პირდაპირ სახელმწიფო რეკეტი მიდის ამ ბიზნესებს. ეს ბიზნესები მომავალ წელს ვეღარ განვითარდება. ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს. დაიკარგება ძალიან ბევრი მრავალათასიანი ქართული საზოგადოებისთვის სამუშაო ადგილები და რაც თავარია, დაახლოებით 15-დან 20%-მდე
სხვადასხვა გამოკვლევებით. ამ ბიზნესების აპირებს რომ საქართველოსდან გაიტაროს საკუთარი ბიზნესი, იმიტომ რომ აქ არის არახელსაყრელი ბიზნეს გარემო მათი საქმიანობა. ეს ზოგადი განცხადებებია. ხელისუფლება ყოველთვის ითხოვს ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ მაგალითებს, დიახ. აუცილებელია ალბათ კონკრეტული მაგალითები თქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ესეც საუბარი მე არ ბატონი რაკისგან სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მესმოდა წინა წლების განმავლობაში, როცა საუბარი იყო იმაზე, რომ რატო გეგმავთ საერთოდ თქვა ეკონომიკის და 2010 წელს, როცა შემცირდება აუცილებლად ბიზნესები აღარ იქნება, დაიხურება ყველაფერი და ასე შემდეგ. სახეზეა, რომ ეკონომიკა კი ამ მცირდება, მატულობს, იზრდება. შესაბამისად, ეს საუბარი არ იზრდება უმუშევრობა, ეს საუბარიც რაც უკავშირდება იმას, რომ ვიღაცა გარბის ქვეყნიდან და ასე შემდეგ. მე მგონი ესეც რაღაც მითიურ, ასე ვთქვათ, ილუზიად იქნება, რა არის მე ბოლომდე ვერ დავასკვეთ. ფაქტი, ახალი საწარმოები იქნება ამ ქვეყანაში, შესაბამისად ამას ხელს უწყობს ის ბიუჯეტიც, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ახალი საწარმოები იქნება ბატონო. რაოდენობრივად თუ გაინტერესებთ ახლა პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება გითხრათ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად გუშინ გვყავდა ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა, რომ შეიძლება საწარმოების რაოდენობა არ იზრდებოდეს და ეს არ უნდა დაგვაუწყოს, იქიდან გამომდინარე, რომ 2008 წელს ომი ჰქონდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ 2 წელი გაგა. როდესაც საუბრობთ კონკრეტულ საწარმოებზე, ყოველთვის არის ხოლმე პროცენტი გითხარით და ასე შემდეგ. მე ყოველთვის მაქვს ეს მაგალითი და არ მომბეზდება ამ მაგალითის საუბარი, ის რაც ხდება ჩემ ქალაქში, ტყიბულს გულისხმობ, როდესაც არა იმან რაც მოხდა წინა 3 წლის განმავლობაში, როდესაც შახტები ამუშავდა, რკინიგზა გაკეთდა, ინფრასტრუქტურა შეიქმნა, ხალხი დასაქმდა, დღეს 1000 კაცზე მეტი არის დასაქმებული შახტაში და საშუალოდ 800 ლარზე მეტია ხელფასი. შესაბამისად, ამან გამოიწვია კიდე ერთი რამ. დღეს უკვე წლის ბოლომდე გაიხსნება ახალი საწარმო, რაც არის თბოელექტროსადგურის სახით. ეს არის მნიშვნელოვანი. თუ კონკრეტული მაგალითი გაინტერესებს, აი ესეთი მაგალითი არის, რომელიც არა მხოლოდ ტყიბულის მაგალითზე, შეიძლება სხვა რაიონებზე ძალიან ბევრი მოვიყვანოთ და ვისაუბროთ. გასაგებია. ამის გათვალისწინებით რატო ყავს ქვეყანაში 1.8 ესე თქვა სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ადამიანი, ამას გავარკვეთ, მოდით რეკლამის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ დავბრუნდებით, დაგველოდეთ. განუყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, ჩვენი სტუმრები არიან პავლე კუბლაშვილი, ირაკლი ალასანიევ, საუბრობთ 2011 წლის ბიუჯეტზე. ბატონ ირაკლი, წინა ნაწილში ბატონმა პავლემ ახსენა საწარმოები, რომლებიც იხსნება საქართველოში. მართლაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვადევნებთ თვალყურს მედია საშუალებების მეშვეობით, როგორ ხსნის პრეზიდენტი, ყოველდღე თითქმის სატელევიზიო, ესე ვთქვათ, გახსნები გვაქვს ამ საწარმოების, ეს არ არის მაჩვენებელი იმისა, რომ საწარმოების რაოდენობა იზრდება ქვეყანაში. ჟურნალისტები თუ დაინტერესდებით, ძალიან კარგი იქნება, რამდენი საწარმო აგრძელებს მერე მუშაობას. გახსნები ძალიან კარგია წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი იხურება, ძალიან ბევრი, რომელიც ესე პიარულად იყო გახსნილი. ეს არის უბრალოდ პიარ ნაბიჯები, რომ საზოგადოებაში შექმნან განცდა, რომ ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, თუმცა ელემენტარული მაგალითები, რომ 55%-მდეა გაზრდილი უმუშევართა რიცხვი. 80% ჩვენი მოსახლეობის კიდევ ერთხელ ვთქვი ჯანდაცვის გარშემო. ბატონ პავლესაც აინტერესებს რა მონაცემზე დაკრებით აკეთებთ ამ განაცხადებს. კვლევების შედეგად, რაც შეეხება ამ ბიუჯეტში, რომ დაუბრუნდეთ 2011 წლის ბიუჯეტს. სახელმწიფო საკუთარ ბიუროკრატიაზე, საკუთარი ხელფასებზე ხარჯავს 1.1 მილიარდს. როდესაც 2 მილიონ ადამიანზე, პენსიონერზე, სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს მოქალაქეებზე მხოლოდ 1.5 მილიარდს. ამ საჯარო სამსახურებში წერენ და მათაც ხელფასის აღება სურთ ბატონო. თქმა უნდა, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი. მაგრამ აქ არის სხვა ხარჯებიც. 900 მილიონი, რომელიც კაცი შულმა არ იცის როგორ დაიხარჯება და ამაზე მინდა ბატონ პავლესგან მოვისმინო პასუხი. ეს იქნება იმ გადაწყვეტილებებს, რასაც მიიღებს ერთპიროვნულად დარწმუნებული ვარ საქართველოს პრეზიდენტი. როგორც ეს აქამდე აკეთებდა. ამაზე მინდა პასუხი. ამ თემას შევეხო აუცილებლად. ვიდრე 900 მილიონზე გადავალ. მინდა იმ თემას შევეხო, რომელიც ბატონმა ირაკლი ახსენა. რომ საწარმოები თურმე იხსნება მხოლოდ პიარისთვის და შემდეგ იხურება. ესეთ ბრალდება მახსოვს პირადად ჩემი მისამართითაც, როდესაც ქალბატონმა ბურჯანიძე, მე არ მინდა ეხლა ბატონო ირაკლი ბურჯანიძე შევადარო და არც ვისურვებდი რომ იმ გზით იაროს, მაგრამ მან თქვა რუსთაველის პირდაპირ ეთერში რომ პავლე იქნება ეგეც დაგვიზუსტოთ რა გზაა მარტივი დაასრულეთ ერთგვარი სიტყვა. ეგეც საინტერესოა დავასრულებ და მაგას ვიტყვი. ანუ არ მინდა რომ იგივე ბრალდებები იყოს მისი მხრიდან, რაც არ შეესაბამება წინამდე. მაშინ თქვა ქალბატონ ბურჯანიძემ რომ აი ტყიბულში თურმე გაიხსნა ქვანახშირის გამომდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც მართლაც არზეიმი არ ქვია მას, მაგრამ გავხსენით ისე რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და მეორე დღეს თურმე დაიხურა და აღარ მუშაობს და შემდეგ. ნებისმიერ შეეძლო მაშინვე ჩასულიყო ტყიბულში და გადაემოწმებინა მუშაობს თუ არა. არა თუ მუშაობს, გავდუნდია. მე მინდა გითხრათ რომ ერთი თვის შემდეგ
მოსახლეობამ, რომელიც ირგვლივ იყო დასახლებული, განცხადა, რომ ძალიან დიდი ხმაურია ამ საწარმოსგან და იქნებ როგორმე შესაბამისი რაღაც დამცავი მექანიზმები შემუშავებული. ესეც გავაკეთეთ, ეს არ არის პრობლემა. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. არც ერთ საწარმო არ იხურება, რომელიც იხსნება და რომელიც შესაბამისად ასაქმებს ადამიანებს. და ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება რომ მეტი ესეთი საწარმო გაიხსნას, თუ ვინმეს არ ვამბობ ბატონი ირაკლი, თუ ვინმეს ეს გულს დგენს, მე მზადავარ რომ დავპირდე რომ ძალიან ბევრი ესეთი საწარმო გაიხსნება კიდევ ესეთივე ზარზმენით შესაბამისად. მე მაინტერესებს ერთი წუთი თუ შეიძლება თუ კი უმუშევრობის რაოდენობა მცირდება ქვეყანაში ბატონ პავლე რატო იყო ეს მუდმივად ნაციონალური მოძრაობის მთავარი ესე ვთქვათ მოწოდების საგანი უმუშევრობა მთავარი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის შესაბამისად უმუშევრობა არსებობს ეს არის მთავარი პრობლემა ხალბატონთი ეს ამას არ უარყოფს რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ეს ლოზუნგი არ არის მხოლოდ რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაგრამ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმე. რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა განმოვითაროთ ისევ და ისევ ჩვენი ინფრასტრუქტურა. იმისთვის, რომ ტურისტები მოვიზიდოთ. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ და ეს ბიუჯეტშიც არის, გაიცათ ზესტაფონის სამტრედიის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას. ეს არის დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი. ასეთ საწარმოებში, ასეთ მშენებლობებზე საქმეა ადამიანები და ეს არის ის, რაც შემოსავლის წყარო არის ამ ადამიანებისთვის. ამიტომ ვიდრე ზოგადად ვიტყვით, რომ არაფერი არ კეთდება და რაღაც იქნება იმ პროექტებსაც ჩავხედოთ, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ცალკეულ სფეროში, ცალკეულ ეს ვთქვათ, დასაქმების მიმართულებით არის გადადგმული და ამის მერე შევახსენოთ. კი ბატონო, ინფრასტრუქტურა ბატონო ირაკლი არ არის დასაქმების ერთ-ერთი. ახლა მე გეტყვით რეალობა როგორია. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი დავინახეთ ველად გაჭრილი, სადაც საუბრობდა კომბაინების მუშაობის ფონზე ქართულ ხორბალზე და როგორ უნდა მოვიყვანოთ მოსავალი. დიახ. მე გეტყვით რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში. 2003 წელს, როდესაც პრეზიდენტი მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანაში მქონდა ხორბლის მარაგი, ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 600 ტონაზე მეტი, 200 ტონა. ეხლა სწორედ გაუთვლელი სოფლის მეურნეობის პოლიტიკით, მხოლოდ 45000 ტონას ვაწარმოებთ. აი ეს არის ის რეალობა. რეალურად რაც ვხედავთ ეკრანზე და რეალურად რაც ხდება ჩვენ სოფლის მეურნეობაში და ჩვენს ეკონომიკაში. კარგი იყო ძალიან მრავალჯერ გახსნილი რამდენიმე საწარმო გადამამუშავებელი იგივე შიდა ქართლში. დღეს მდგომარეობა ისეთია, რომ 60% ულპებად ვაშლი და სხვა პროდუქტი სასოფლო-სამეურნეო ჩვენ გლეხებს, იმიტომ რომ არ არსებობს რეალურად არც ერთი გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც სწორფასად აიღებს მათ პროდუქციას. აი ეს არის რეალობა. მოდით რეალობაზე ვისაუბროთ. ბატონი ირაკლი საუბრობს იმაზე, რა იქ ხორბალთან მიმართებაში როგორ იყო ეს მართლა წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და გარკვეულწილად ფასებზე იმოქმედა იმან რომ ვთქვათ რუსეთში იყო პრობლემები ხორბალთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ იმისთვის რომ ესეთ პრობლემები არ გამეორდეს. სწორედ ამიტომ ბატონი ირაკლი თუ ნახავთ ჩვენ ბიუჯეტს, ნახავთ რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში 40 მილიონი დაახლოებით სწორედ ამ მიმართულებით ახალი შესაბამისი კულტურების შემოტანის და განვითარებისთვის არის ჩადებული. ეს არის მნიშვნელოვანი და ამას უწყობს სახელმწიფო ხელს. თუ ამბობთ რომ რაღაც პრობლემა არის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო ამისთვის კონკრეტულ კონდიციებებს ატარებს, იმისთვის რომ ეს პრობლემები იყოს მოგვარებული. ხვალდაზე იგივე პრობლემები არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ წელსვე დავიწყებთ რეალურად ხარჯვას იმ თანხის, რაც უკავშირდება ხორბლის მარაგების შექმნას. მომავალი წლისთვის რაც უკავშირდება უფრო მოსავლიან შემოსავალს ხორბალზე და შესაბამისად რაც იქნება გარანტი იმის, რომ მიუხედავად ნებისმიერი პრობლემებისა, ჩვენი სახელმწიფო ამ კუთხით არ განიცდის ეკონომიკურ პრობლემებს. და შეგახსენოთ, რომ სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი ისეთივე იყო დაახლოებით ჩარჩა. ანუ ერთი წლით ადრე და არაფერ დაიკლო წელს, მაგრამ შარშან იგივე იყო. მაგრამ პრობლემები სოფლის მეურნეობაში არანაირად არ შეცვალა. იგივე რჩება. მომდევნო წლის როგორ არის ბატონი ირაკლი წლევანდელთან შედარებით იქნება ესეც უთხრათ მაყურებელს, იმიტომ რომ იზრდება ესა და სწორედ 40 მილიონი დაახლოებით იქნება სწორედ ამ მიმართულებით ჩადებული. გასაგებია. მე კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ. რეალურად სოფლის მეურნეობაში მე ახლა სხვა საქმის გამო დავდივარ რეგიონებში, ჩვენ პარტიულ სტრუქტურებს ხსნით და ხვდები გლეხებს. მე შემიძლია გითხრათ რომ რეალურად სოფლის მეურნეობაში ქვეყანაში არაფერი ნაბიჯი არ გადადგმულა 6 წლის განმავლობაში. რეალურად გლეხები ისეთივე მიტოვებული არიან, არ უქმნიან ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა და რაც მთავარია, მათ არ უქმნიან ისეთ რგოლს, რომელიც ბაზრამდე მიიტანს მათ ამ პროდუქციას. აი ეს უნდა აკეთოს სოფლის მეურნეობაში. ძალიან კარგია რომ ბატონო ირაკლი წინაების წელი ახსენა, იმიტომ რომ იქნებ გავიხსენოთ რა მდგომარეობაში იყო სოფლის მეურნეობა, მექანიზაციაში რა ხდებოდა. მათ შორის ბატონთია. თქვენ ისე ამბობთ შევარდნაძის დროს გეგონება სხვა ქვეყანაზე საუბრობთ. არა, ამ ქვეყანაზე საუბრობთ. მაშინაც და არა, მე 6 წლის თავზე შევარდნაძეს უნდა დავანებოთ უკვე თავი. 6 წელი გავიდა და ძალიან ბევრი ბატონო ირაკლი არ ვიცი თქვენ რატო
გინდათ რომ ადვოკატი იყოთ, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა იქედან მოდის, ხო? ძალიან ბევრი პრობლემა რაც სოფლმეურნეობაში იყო, მოდის სწორედ იმ პერიოდიდან. როდესაც გაჩანდა და ყველაფერი რა შეიცვალა თქვა იმ 6 წლის განმავლობაში. რამდენი არის დღეს მექანიზაციაში როგორ არის? ან სოფელში არის თუ არა ხელმისაწვდომი ის ტრაქტორები, რომელზეც ბევრს საუბრობდნენ, რომ თურმე არ ჩამოვყვან. როგორ არ არის ბატონო? საწვავს არ აძლევენ, თორე ის ტრაქტორები დააყენეთ სადაც ყველგან არის ველაპარაკები ამ ხალხსა ვიცი. არ შეგაწყვეტინებთ ბოდიში. კი ბატონო, მე თავაზობრივ ვთქვით, ერთად წასულიყავ და გენახათ ეს არის გამო